Სამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლო, მოგესალმებით, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ, ეს კი გადაცემა ტელეკომპანია ვარსკვლავებზე სტუმრად ბესო ჩუბინიძესთან. Ძალიან იშვიათად რომ მე სიტყვათა მარაგში ვერ ვიპოვო ის სიტყვები, რომლის გამოყენებითაც მინდა ხოლმე დავიწყო ეგრეთ წოდებული სტენდაპი, ანუ გადაცემის დასაწყისი. ეს ალბათ იმ იშვიათ შემთხვევათაგან ერთ-ერთია. და რატომ? ამას რა თქმა უნდა თავის მიზეზი აქვს, იმიტომ რომ პირველი გვერდით მიზის ემიგრანტი ქალბატონი. მეორე, ეს ქალბატონი არ არის ჩემთვის უცხო, ძალიან დიდი ხნის ნაცნობი ადამიანია და მესამე, რაც თავარია, ის არის ქართველი. ქართველი, რომელიც იქ ემიგრაციაში ემსახურება იმ საქმეს, რასაც ჩვენ ყველა ერთად თქვენ და მე ვემსახურებით აი აქ ამ საქმეში. დიდად გასაკვირი ალბათ არ უნდა იყოს ის, რომ ხელოვნების იმ სფეროს, რომელსაც ტელეკომპანია ვარსკვლავები აგრეგატად უკვე დაშუქებს ხოლმე ქართული ქორეოგრაფია და ქართული ცეკვა ქვია, მაგრამ ეს შეიძლება ჩვენთვის არის აქ ჭალებში მოსაბეზრებელი ამდენი ქართული ცეკვა, ამდენი ქართული ხელოვნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭალებში, მაგრამ იქ უცხოეთში არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ კუთხეში ყველა ქართველისთვის ეს შესაძლებელია ერთადერთი რამ არის, რითაც ისინი ქართველობის გამტკიცებას ცდილობენ. ეს შესაძლებელია ის ერთადერთი სტიმულია, რითაც ისინი თავის თავსაც იძლიერებენ და აძლიერებენ სხვებსაც. ხო და აი ამ სხვებზე მექნება დღეს აქცენტი იმ ქალბატონთან ერთად, რომელიც ტელეკომპანია ვარსკვლავში დღეს სტუმრად გვეწვია. აი ესე ჩამორბენით არის საქართველოში, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და ამ ჩამორბენაში ნახავდა ვის თუ არა თავის ძველ მეგობარს. ხო და მინდა წარმოგიდგინოთ არ ვიცი, საქართველოს ქალბატონობის სახე, საქართველოს ახალგაზრდა, ესე იგი კომუნისტების დროს იყო ესეთი ახალგაზრდა ქალი, საქართველოს ახალგაზრდა ქალი, ჟურნალი იყო ხოლმე და აი მისი ნიმუში მინდა წარმოგიდგინოთ ვიზუალური ქალი, გოგონა, რომელსაც ესმის ქართული ცეკვა, გოგონა, რომელსაც უყვარს ქართული ცეკვა და რომელიც გადასცემს ამ ყველაფერს ბავშვებს. ვინ ბავშვებს და რატომ ამას ვისაუბრებთ. ჩემი სტუმარია ქორეოგრაფიული ანსამბლ შოშიას ხელმძღვანელი, ერთ-ერთი თუ მეორე თუ პირველი ამას მე გავარკვევთ საუბარში, გოგონა, რომელსაც დღეს ვიცი რომ ემოციური დღე ექნება, რადგან დიდი ხნის შემდეგ შევხვდით. თიკო შოშიაშვილი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო და ვერ მოვიფიქრე სიტყვები, რითაც შემიძლია შეგამკო, რითაც შემიძლია მოგეფერო, რითაც შემიძლია კომპლიმენტები გაიკეთო ჩემო თიკო. ძალიან დიდი მადლობა ბესო, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართულ ქორეოგრაფიაზე, ემიგრაციაზე და ჩვენს ყველას მისიაზე, ვისაც გვაკისრია ეს როლი რომ შევინარჩუნოთ და ჩვენსაზე არა, შენს როლზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ შენ გაკისრია დიდი როლი, არა, შენ წინ წამოვწიოთ ჩვენი ტრადიციები, კულტურა, მით უმეტეს დღევანდელ დღეს. უკვე საქმეზე გადავიდა, ხო ხედავთ, უკვე საქმეზე გადავიდა, ჯერ მითხარი როგორ ხარ? კარგად ვარ, მადლობა დიდი რომ ყოველთვის ესეთი თავაზიანი, ძალიან მანებივრებ ხოლმე შენი. ხო, ჩვენი მაყურებლისთვის ეს შემოჩნეველი არ დარჩა. კი, ძალიან დიდი მადლობა. რამდენი ხნით ჩამოხვედი, ჯერ ეს მითხარი და დამომწუხრე პირდაპირ. რამდენიმე დღით ჩამოვედი, 2 კვირით რა საშუალოდ და აქაც საქმეებისთვის ვარ ჩამოსული, ცოტას დავისვენებ და მე ისევ წავალ გავაგრძელებ ჩემ საქმიანობას შვედეთში. აი შენ საქმიანობაზე, რომელიც ჩემო თიკო შენ მაყურებელს წერან უთხარი მე რომ დაიწყე აქ. ანსამბლი შოშია დაიწყო საქართველოსთან. შემდეგ შენ მოგიწია რაღაცა როგორც მე მგონი ნახევარ საქართველოს პანდემიის პერიოდში იძულებითი გაქცევა საქართველოსთან, ეს იმედი მაქვს რომ არ იქნება. სწორი ფორმულირება იყო აბსოლუტურად. აი მოყევი რა, საიდან მოხდი და რა დროს მოხდი იქ, აი რატო დატოვე აქ შოშია. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. ჩვენი ოჯახი, ანუ ანსამბლი შოშია, რატო ქვია ხო? რატო არ ქვია მწვერვალი, მარგალიტი, ბრილიანტი ან ასე შემდეგ ხო? როგორც ქვია ხოლმე ანსამბლებს, რატო ქვია შოშია? ესე იგი, ანსამბლის ხელმძღვანელების ყველა წევრი ხელმძღვანელები არიან შოშიაშვილები. ანსამბლი, როდესაც მამაც ცოცხალი იყო, არსებობდა და ძალიან ძლიერი იყო ჩვენი ანსამბლი, ამას დასტურებ და სინანულით ვიტყვი რომ ეს მოცემულობა შეიცვალა სამწუხაროდ, მამა აღარ ყავს, თუმცა მყავს 2 არაჩვეულებრივი ძმა, ჩემზე უფროსები, რომლებმაც რეალურად შემაყვარეს ცეკვაც და ჩემი ოჯახის დაარსებულ ანსამბლში დავიწყე ცეკვა. ეს იყო 1998 წელს.
შემდეგ უკვე იყო ძალიან ბევრი კონცერტები, ძალიან ბევრი აღიარება გულისხმობ ანსამბლს შოშიასი და მეც ესე ნაბიჯ მივყვებოდი და ვეუფლებოდი ცეკვას, ვიყვარებდი ტრადიციებს და რაღაცა ძმების გავლენა აქ აისახება ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი. მოვიკითხავ ჩემ ძმებს ძალიან დიდი პატივისცემით, ვიცი რომ გიყურებენ ისინი და მე სხვაშორის მაყურებელს იცი და შევმინდა შევახსენო ძვირფას ტელემოყურებელმა მე როგორც შოშიას ოჯახის წევრი და დიასახლის ასე არ გამიცნი ეს ქალბატონი დამოვიწყდა რომ ეთქვა ეხა ჩვენ მქონა ერთი ძალიან კარგი პროექტი პანდემიამდე არ ვიცი რომელი წელი იყო ალბათ 2008 ალბათ 2008 წელი აი წარმოგიდგენია რამდენი წელი გავიდა 2008 წელს გავიცანი ეს მაშინ ჯერ კიდევ პატარა გოგონა რომელიც მონაწილეობდა ჩვენი ტელეკომპანიის ერთ-ერთ პროექტში რომელსაც სახელად ერქვა მის ფოტოგენურობა და ეს ქალბატონი არის იმ კონკურსის გამარჯვებული ქალბატონი რაც 15 წლის წინ იყო ზუსტად იგივე ახლაც პირდაპირ გეუბნები ამას და აი მაყურებელი ახლა კადრებს ხედავს იმ ღონისძიები და რაც 17 წლის წინ ჩვენ ერთმანეთს წარუდგინეთ და საზოგადოებას და დიახ ბატონო არ გეშლებათ ეს სწორედ ის გოგონა ვის ფოტოებსაც ახლა თქვენ უყურებთ ეკრანზე და დიახ ის თიკო შეშვილი მისის ახლა ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ ბესო აი ძალიან ამაყი ვიყავი ყოველთვის ამ ღონისძიებაში რომ მივიღე მონაწილეობა თავის დროზე და მოხდა ისე რომ ერთ-ერთი ნაყინის რეკლამაში მიმიწვიეს სწორედ ეს თქვენი კონკურსის შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ დაიწყო ომი და არავის აღარ ეცალა ამისთვის. ეგ მეორე ტრაგედია კიდე და საშინელება. მაგრამ ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი მეგობრობა და ჩვენი აი ეს ურთიერთპატივისცემა, რომელიც უკვე წლებია. და მსახურება ყველაზე მთავარი იმისა, რასაც შენაკეთებ, ჩემოთიკო, იქ და სად. მოდი ახლა უთხრათ მაყურებელს. დიახ, ნუ მოკლედ ჩვენი ანსამბლი შოშია ბევრი ფესტივალის, კონკურსის ლაურეატები, გამარჯვებულები ვიყავით თავის დროზე და პანდემიამდე ნამდვილად მშვიდად და ლამაზად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, ანსამბლის ცხოვრება, აქტიურ ფაზაში იყო, მაგრამ მოხდა ესეთი რამ. სამწუხაროდ მომიწია ემიგრაციაში წასვლა და რა თქმა უნდა, სულით ხორცამდე პატრიოტი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი და ესეთი შეყვარებული თავის საქმეზე მე ვერ გავძლებდი ისე რომ ჩემი საქმიანობა არ გამეგრძელებინა და ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთის დედაქალაქში ჩამოვაყალიბე ანსამბლი შოშია. წახვედი შვედეთში? წავედი ემიგრაციაში და მე ვერც ვიფიქრებდი რეალურად რომ შესაძლებელი იყო ოცნების დონეზე და სურვილის დონეზე რა თქმა უნდა ეს ყოველთვის მქონდა, მაგრამ ძალიან რთულია უსაბუთო უცხო ქვეყანაში აეწყო და თანაც საკუთარი ანსამბლი ჩამოაყალიბო. დიდი დრო დაგჭირდა თიკო ამ გასავლელად ამ გზის რაც ჩახვედი მის მერე იქ? რაც ჩავედი, ალბათ 5 თვეში უკვე მოხდა სასწაული ჩემს ცხოვრებაში, ესე ვიტყოდი და ეს სასწაული არის ანა. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი მეგობარი. აბა ანა ვინ არის გითხარი? ანა არის ანგელოზი, უბრალოდ ჩვეულებრივად დედამიწაზე მოვლენილი. ნამდვილი ადამიანი ხო? ნამდვილი ადამიანია, უკეთილშობილესი, ნუ ეს უკეთილშობილესი გოგონა არის. რომელიც ძალიან დიდი ხანია ოჯახთან ერთად ცხოვრობს შვედეთში, ძალიან წარმატებული და ძალიან ძლიერი გოგონაა და ჩემში დაინახა ეს პოტენციალი, რომ მე შემეძლო ნამდვილად ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი და ბოლომდე ესე გმირულად მაშინ ანას ცალკე მადლობა ეკუთვნის აქ და საქართველოს გამოგზავნილი. ყოველთვის ეკუთვნის დიდი მადლობა და ყოველთვის რა ვიცი, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს საქმე და ერთად მივდივართ დღემდე ამ მიმართულებით. საოცარია, ესე იგი იღბლიანი გოგო ხარ, იმიტომ რომ გხვდებიან ესეთი ადამიანები, ვინც შეიძლება უბრალოდ გვერდით დაგიდგეს რაღაც საქმეში. აუცილებელია როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, როგორი განათლებულიც არ უნდა იყო შენ საქმეში, უნდა აღმოჩნდეს სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორ ადამიანებთან. მაგრამ არ ამგონია რომ ეს მაინც ავარდით მოფენილი გზა ყოფილიყო ჩემოთიკო იქ. ნამდვილად არ იყო და არც დღემდე არ არის, ყოველთვის არის რაღაცა ნიუანსები, არის რაღაცა ხარვეზები, მაგრამ აი ეს ჩემი საქმის სიყვარული და ჩემი მოსწავლეების სიყვარული, რომლებმაც ნამდვილად ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სითბო მაჩუქეს და არა მხოლოდ მოსწავლეების მშობლებმა. ქართველები არიან, ქართველები არიან, ქართველები არიან ყველანი ბავშვები. რამდენი ბავშვია დაახლოებით? ამ ეტაპზე 35. ამდენი ოჯახია იქ ახლა? კი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არ ვიცი, ესეთი მოცემულობა გვაქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნო ასევე აი მოსწავლეების, მშობლების ჩართულობა, ბესო ძალიან მაღალია.
ჩვენ 2 წლინახევრის ანსამბლის დაარსებიდან 2 წლინახევრის თავზე მოვახერხეთ და გქონდა სოლო კონცერტი სტოკჰოლმში. წარმოიდგინეთ. ხა მაყურებელი უყურებს ამ კადრებს და უნდა მეკითხოს, ანუ აქ რა ხდება ახლა ამ კადრებში? ის არის რაც იქ შენ 2 წლის წინ გააკეთე, ხო? დიახ. საანგარიშოის ჩააბარა. ყველამ ჩვენი როლი შევასრულეთ, ასე რომ ვთქვათ. მე ჩემი დანიშნულება რომ საკონცერტო ნომრები მომემზადებინა ბავშვებთან ერთად არაჩვეულებრივად, მშობლებმა თავისი როლი შეასრულეს, იქ ყავდა სპონსორებიც და ხელისუფლებიდან თუ იყო სტუმრები მოწეული ან თუ იცით რა ძალიან გვიდგას გვერდით ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის და სპორტის სამინისტრო კი, იმიტომ რომ ყოველთვის რა თუ რაიმე პროექტი იმართება, ჩვენ როგორც შეგვიძლია ვიღებთ მონაწილეობას და ისინიც როგორც შეუძლიათ გვიდგანან და ამ შემთხვევაშიც ვგეგმავთ რომ მივიღოთ ერთ-ერთ ტენდერში მონაწილეობა და იქნებ ჩვენ ხო იღბლიანები ვარ. ხო, იღბალი იქით იყო და ჩემოთიკო მე ახლა შენთან ერთად მოუწოდებ, აი ვისაც ჯერ არს და ვისაც ეს რა თქმა უნდა ეკუთვნის, რომ იცი რა არის ასეთ ხალხს უფრო მეტი ხელშეწყობა ჭირდება ჩვენში დარჩეს თქო ვერ გეტყვით იმიტომ რომ ჩემზე კარგად ეს თქვენ იცით იმიტომ რომ ეს ადამიანები რა საქმესაც იკაკეთებენ ხო გაცილებით მეტი დადებითის მოტანა შეუძლია ვიდრე თქვათ შედარებით ჩვენ აქ რასაც ვაკეთებთ ახლა არ თავდაბლობ ნამდვილად მაგრამ ამ ადამიანებს დიდი მისია აკისრიათ და კულტურის ელჩები არიან ესენი და კულტურის ელჩებს დამიჯერეთ რომ ბევრი ომის მოგება შეუძლიათ ხმლის გარეშე და მე რამდენადაც ვიცი იქ რაღაც მადლობის სიგელიც გადმოგცეს თუ ასე კი და უნდა აღვნიშნო აუცილებლად ესე იგი შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ბატონი ირაკლი ხუცურაული არაჩვეულებრივი ელჩია ნამდვილად იმიტომ რომ ყოველთვის გვერდით გვიდგას მაქსიმალურად გვასაქმებს ანუ გვასაქმებს რა მხრივ იცით თუ რაიმე ღონისძიება ტარდება აუცილებლად ვართ ჩვენს ჩართულები ამ ღონისძიებაში და ყოველ მხრივ გრძნობ მხარდაჭერას როგორც სამყაროს მხრიდან და ღმერთის მხრიდან ასევე ადამიანების მის ჩემს გვერდით არის ეს რა ქვია ბატონი ირაკლი ხო ბატონი ირაკლი ძალიან კარგია რომ ასე სახელმწიფოებრივად უდგება საქმეს და არა რაღაცა იმის გამო ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება სხვათა შორის და ეს მოსაწონი და ტაშ დასაკვრელია ნამდვილად და თქვენთვის კიდე ცალკე სტიმულია მე მგონი კი ჩემთვისაც ბავშვებისთვისაც იცით რა ბესო მოგეხსენებათ ამდენი ღონისძიების წამყვანი ბრძანდებით, ავტორი ბრძანდებით და ბოლო-ბოლო ამდენი ვარსკვლავი გამოძერწეთ. აი თამამად შემიძლია ვთქვა ამდენი წლის განმავლობაში თქვენ გამოძერწეთ საკუთარი ხელით ძალიან ბევრი. თქვენებით რომ ელაპარაკება და თქვენობით არ შეიმჩნევთ ეს კულტურის ისარ თორე მეგობრულად პირდაპირ შენობით ელაპარაკეთ თამამად ჩვენმა არ დინას სუბორდინაცია გამოვიშვიდა. მადლობა შენ ამ კომპლიმენტის რა თქმა უნდა. და აი მართლაც აქ იმართება ბევრი ფესტივალები, კონკურსები ღონისძიებები და უცხო ქვეყანაში ცოტა რთულია ეს არ ვართ განებივრებულები მაგრამ როდესაც არის ამის საშუალება ყოველთვის მაქსიმალურად ვართ კარგია მე სხვაჩვენს არ მეგვეხა ემიგრაცია ძირითადად გონია ხო სკანდინავიის ქვეყნებში მართლა არ ვიცი როგორ არის ქართული ემიგრაცია გინდა რაოდენობრივად და არ მაქვს ინფორმაცია მე ვფიქრობ ყველგან არიან ამ ეტაპზე სოფლიოს ყველა კუთხეში საკმაოდ დიდი რაოდენობის ემიგრანტები მაგრამ ისე თქმა მინდა იცი უფრო მგონია რომ აი აქეთ უფრო დატვირთულია დასავლეთ და სამხრეთ ევროპა იქ ავიცი მე მე ესე ვეძახი ხოლმე მარტივი ევროპული ქვეყნები თქვენ იმიტომ რომ ცოტა რთული არის რა თქმა უნდა აღარ დავაკნინე ეს ევროსაიუზი როგორც ეძახიან ხო და აი უფრო სკანდინავიისკენ არ მეგონა რომ ამდენი ქართული არსებობდა მithom ერთ ქალაქში სტოკჰოლმში მოვეფერები აქედან მოვიკითხავ და ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს ისევ განვაგრძობთ რეპეტიციებს რა თქმა უნდა ხო მაგრამ მე სურვილი მექნება რომ ისე გქონოდეთ საქმე რომ უახლოეს პერიოდში აი აქ სოლო კონცერტი ჩაგეტარებინოთ თქვენ ჩემო ძვირფასო აი სწორედ ამის სურვილი მაქვს და ამას ვინატრებდი ესე გავახმოვანებ ხმამაღლა ჩემს ნატრას და ოცნებებს იმიტომ რომ შესაძლებელია ძალიან მარტივად შეესხას ფრთები ამ ყველაფერს რეალურად წარმოუდგენელი მაგაში არაფერი არ არის თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ თამამად ვიტყვი სახელმწიფოს აქ ნება
ახლა ეს ჩანს ეს ნება, მე არ ვიცი რასთან დაკავშირებული ეს ნება, მაგრამ რასთანაც გინდა იმასთან იყოს დაკავშირებული, კარგად. ყოველთვის არის ტენდერები, აი არ ვერ დაუკარგავს ყველაფერს, როგორც შეუძლია სახელმწიფო გვიდგას გვერდით ნამდვილად. მე მგონი უნდა გააკეთოს. აი კულტურის და სპორტის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეს დიასპორები. კი. ნამდვილად. კარგი, თიკო, იცი რა მაინტერესებს? კარგი, ეხლა შენ საუბრობ იქიდან აქეთ რაღაცა ღონი დიდი ამბის გაკეთებაზე, რასაც ბოლომდე არ ხსნით კარტებს ჯერჯერობით შენს და მეც, ხო, მაგრამ აი იქ ქონდა 2 წლის წინ სოლო კონცერტი. დიახ, სოლო კონცერტი. არის პერიოდულად კეთება, კიდე ხო არაპირებს გავსი რაღაც იდეა ხო არ, იმიტომ რომ ბავშვები მიდიან, მოდიან, იზრდებიან, ახლები მოდიან. კი, მოგახსენებთ ეხლავე ყველაფერს. ესე იგი, პირველი სოლო კონცერტი, რომელიც ანსამბლის დაარსებიდან 2 წელიწად ნახევარში ჩატარდა, საკმაოდ ესეთი ანშლაგით, იმიტომ რომ 250 კაციანი დარბაზი აბსოლუტურად სავსე იყო და ძალიან 14 საცეკვაო ნომერი ჰქონდა, ბესო. სრული პროგრამა ესე. სრული პროგრამა, გვეხმარებოდა შვედეთში არსებული მგალობელთა გუნდი და მომღერალთა გუნდი ალილო. ქართველები? დიახ, მათაც მადლობას მოვუხდი ამისთვის. და ჩვენ ეს ერთობლივად ჩავატარეთ, გვეხმარებოდა ეს ანსამბლი ბავშვებს ფორმები რო გამოიცვალთ, ტექნიკური საკითხებია. ძალიან მაგარი. და უახლოეს მომავალში რა თქმა უნდა გეგმავთ, იმიტომ რომ მუდმივად ვითარდებით, მუდმივად რაღაცას სიახლეს უქმნით. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კოსტიუმირებული იყო ყველა ცეკვა. აი, მეკითხა, ემჩნევა ეხა კადრებს უყურებ ჩვენი მაყურებელიც და იცი მე ბევრ ქართულ ანსამბლში არ მინახავს ხშირ შემთხვევაში აი ესე ჩაცმულობა ეხა ხედავი დაირები უჭირავთ იქაც ნახ დოქები უჭირავთ ეს თბილისიდან სტოკრანერად მომიყევი კი აი ბესო როგორი დაკვირვებული თვალი გაქვს და როგორი ის ახარ ყოჩაღი საკითხში ყველაფერს როგორ ამჩნევ არა ხდება და მომიყევი ესე როგორ ანერად კი აი ამ წვრილმანებს როგორ კარგად გავუსი ხაზი ნამდვილად ჩვენ ცეკვაც ყაროსთან დავდგით სადაც კოკები ქონდათ გოგონებს და ესე დაირები გვაქვს ფარხმალი ეს ბიჭები შვედეთში ცხოვრები ქართველები თქვენ უნდა ნახოთ როგორ ფარიკაობენ როგორ ნაპერწკლები და მთელი ამბები ჩვენ გვაქვს პრეტენზია სუფთა ხარისხიან ცეკვაზეც და იცით რა არის ცეკვა და ცეკვის მასწავლებლობა არ არის აქ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენს ბავშვებს ჩვენს მომავალ თაობას სწორად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია რაც ჩვენს კულტურას რაც ჩვენს ტრადიციებს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ შემთხვევით თეორიულ ლექციებსაც ხო არ უკითხავ ამ ბავშვებს თეორიულ ლექციებსაც ლექცია როგორც ასეთი არ თუმცა ჩვენ მუდმივად რეპეტიციის განმავლობაში ვხსნით ილეთებს, ვხსნით ისტორიებს, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იცოდნენ. ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ემახსოვრებათ. ისინი თავის შვილებს გააცნობენ ამ ყველაფერს. მოყვებიან თიკო ბოლომდე? კი, მომყვებიან. იცით რა არის რეალურად ზოგ ბავშვში გავაღვიძე სიყვარული, კულტურა, ქართული ტრადიციების და ზოგში საერთოდ თავიდან დაუბადე. რთულია. ხო. ეგ არ არის ადვილი საქმე და შენ ხა ასე იმათ კი საუბრობ ღიმილით და იმით მაგრამ წარმომიდგენია რა შრომას მოითხოვს ეგ რა ემოციას მოითხოვს და ეხა შენ მithumetes აგერ გიყურებ გულზე საქართველოს და შვედეთის დროშა აქ დამაგრებული და ანუ ყოველთვის ყველგან მაგას ვერ გაკადრებ რომ შენი სამშობლო არ არის თქო და ის არის პირველი არა მაგი არა მე ჩემი სამშობლოს მოყვარული ვარ ყოველთვის ყველგან თუმცა შენ იქ ისეთ საქმეს აკეთებ და ისეთ ქართულ საქმეს აკეთებ რომ არ ვიცი მე მგონი ძალიან იშვიათად რომ მე ვფიქრობ რომ სახელმწიფომ ცოტა უფრო მეტად უნდა დააფასოს ასეთი ადამიანები და ასეთი ადამიანების შრომა სკანდინავიაში კი რა ავსტრალიაში იყავით თუ გინდა თავარია რომ ქართულ საქმეს აკეთებს და ეს მოსაწონია თიკო ხო და იმას ვამბობ აი საიდან ეს ყველაფერი ფორმები იქ რაღაცა აქსესუარები ფორმების ნაწილი იმას ვამბობ რომ შეიკერეს ბავშვებმა ნაწილი მშობლებმა რა თქმა უნდა თავისი ხარჯებით ნაწილი ვიქირავეთ თავის დროზე, მაგრამ შემდეგ უკვე დაგვაფინანსეს და შევიძინეთ და უკვე ანსამბლის არის ხო რაღაც გარკვეული რაოდენობის ჩოხები, გარკვეული რაოდენობის მთიულურის ფორმები და ეს უკვე არის ანსამბლის და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სრულყოფილი ანსამბლისაც საჭიროა თავის გარდერობს ეძახიან ამ ყველაფერს კი, აი ნელ-ნელა ვავსებთ
ხო, სულ რამდენი წლის გამოდის ეს ანსამბლი ხო? 2022 წლის 15 იანვარს დაარსდა და 3 წლის ანსამბლი ასე ამოიყვანო იმ დონემდე რომ რაღაც გარდირობის ნაწილი საკუთარი ქონოს აქ საქართველოს ვერ ახერხებენ მეგაცი კი არა სტოკჰოლმში ასე რომ ჩვენი მადლობა შენ იმ საქმისთვის სადაც მადლობა რომ დაინტერესდი ბესო აი ამ ჩვენი საქმიანობით და ესე სწორად რო აფასებ ამ სიტუაციას რაც რეალურად ხდება. მადლობა ამისთვის. საინტერესო ის არის და ჩემი მიზანი რა არის, იცი? ზოგადად და საერთოდ აი ტელეკომპანია ვარსკვლავისა და საერთოდ ჩემიც ახლა შენ კი მიცნობ 2008 წლიდან და რაღაცა, მაგრამ აი ეს ქართული სული რომელიც ენა არ მიბრუნდება, მაგრამ თითქოს იკარგება, თითქოს სადღაც იძინებს, იკარგება თქო მაინც არ ვაკადრებ, თითქოს სადღაც იძინებს. შენნაირებმა უნდა გამოაღვიძონ ზუსტადაც და შენმა აი ხო წეგან ნახე, ქვეცნობიერმა რა გითხრა, რომ ზოგიერთ ბავშვი მიძინებულმა აი ის მიიძინებს და მე შენმა მოკვდეს მე ეს ქართული სული იმაში და შენ რო არ აძლევა მიძინების საშუალება, ეს არის ჩემი მთელი იდეა რომ ვიღაცებმა სადღაც სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მე ემიგრანტის შვილის მამა ვარ და ჩემზე უკეთ არავინ არ იცის რას ნიშნავს თქვათ ეს მოცემულობა და შენ საერთოდ ემიგრანტი გახდი გინდა არ გინდა ეს სხვა თემაა უკვე როგორ და რანაირად მაგრამ ფაქტია რომ იმას რასაც გადაურჩენი ვართ იმას ემსახურები ამიტომ სამადლობი იქით მადლობა ეს რაღაც უნდა აღვნიშნო ესე იგი მაისში ჩატარდა ევროპული დღეები მოგეხსენებათ და წელს სტოკჰოლმის დედაქალაქში იყო ძალიან გრანდიოზული დიდი გრანდიოზული კონცერტი ღიაცის ქვეშ აი სტოკჰოლმში დედაქალაქში და მონაწილეობას იღებდა 22 ქვეყანა მათ შორის ევროპის ქვეყნებიც და ნუ არა ევროპის ქვეყნებიც იყო სტენდები როგორც ხდება ხოლმე და იყო კულტურული ნომრები რა თქმა უნდა წარდგენილი ესე იგი ყველაზე მასშტაბურად ყველაზე მასიურად ჩვენ ვიცეკვეთ და აი რა უნდა აღნიშნო იცი ბესო იდეა მქონდა ასეთი რომ აი ფოტოებსაც იხილავთ პარალელურად ვიდეო მასალასაც ხო კიდევაც დაიზრდებიან ქართველი ქალი და ორი მისი შვილი, რომელსაც დიდი ხმალი, დიახ, უკავიათ ხელში. დიდი ხმალი, ამ ხელოზომის მასშტაბების ხმალი ვერ ვიშოვეთ, მაგრამ საქართველოს დროშა ჩვენი ძვირფასი. უკეთესი გადაწყვეტილება. ძვირფასი დროშა, რა თქმა უნდა, წარვადგინეთ და ეს ევროკავშირის დროშის წინ ჩვენი ქართული დროშა აფრიალდა და ბავშვებმა ის წინ წამოწიეს და მე ვფიქრობ, ვისაც ნამდვილად უნდა კონდეს ევროპელობაზე პრეტენზია და ევროპელობა, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის, ეს არის ქართველი ერი. ჯერ, დიახ, იმიტომ რომ ჩვენ ოდითგანვე დავამკვიდრეთ. შენ გაიხარე, რა ეგრე რა, ვიღაცა ეს თამამად თქვა რაღაცა. რა თქმა უნდა, ჩვენთან იყო მაია წნეთელი და ჩვენი ქალები იბრძოდნენ, იცვამდნენ ჩოხას და მეტები ყავდა ჩვენ ქალბატონები და ისინი ხო არ არის. ანუ ღირებულებები, რაც სახელმწიფოებრიობა გულისხმობს, რელიგიურობას თუნდაც, ტრადიციებს, კულტურას, ამან შემოგვინახა ჩვენი ეროვნულობა და ჩვენი ქვეყანა. სხვათა შორის, მოდიში რა გამახსენდა მაგ კულტურას და ეროვნულობას, შენ ქუჩაშიც კი ავლენ ხოლმე, რო დადიხარ სტოკჰოლმში. რამდენიმე ვიდეო, მაგრამ სადაც ვიფასებ მოკვლევა, ქართული სამოსით დადის უფრო მეტიც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა შინდისფერ ფერს. ნუ იმიტომ რომ მაინც ცოტა სხვა ხო იქ 90-იანებიდან ვარ და შინდისფერ დროშის მოთფიალე ვარ. ეს მას არის რომ ამ დროშას პატივსაცემი როგორ გეკადრება, ის მაინც პირველზე. და თავის შინდისფერი სამოსით დადის ამ სტოკჰოლმის ქუჩებში და ეს გაკურებული ის რა ქვია ევროპელები არიან, სკანდინავიელი ევროპელები შურიანი თვალები, კეთილი შურიანი თვალები თუ გააყოლებ. ხო, აი ის რა ყოველთვის უნდა მოვახდინოთ ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია, დემონსტრაცია, ყველაფერი აბსოლუტურად. ეს მოწოდებით ვარ შინაგანად. ქორეოგრაფი მოწოდებით ვარ პატრიოტი და მოწოდებით ვარ ადამიანი, რომელსაც უნდა თავისი ქვეყნის მომავალში განვითარებაში თუნდაც რაღაცების შენერჩუნებას შეიტანოს წვლილი და ყოველთვის გავაკეთებ დიდი სიყვარულით, სიამაყით ჩემს აპარელ მოსწავლეებთან ერთად. ხო, აი მოდი მოსწავლეებზე ვისაუბროთ გაცემის დასასრულისკენ სანამ წავალთ. იცი რა არის? მათი мотиваცია ალბათ მშობლებზეა ჯერ დამოკიდებული, დავიწყოთ აქედან მშობლებმა უნდა მოინდომოს ახლა რომ ბავშვმა ისწავლოს. აი მშობლების დამოკიდებულება ამიხსენი საქართველოში როგორ არის ის შემთხვევაში არა მიშოთ, მაგრამ აი სადღაც იარონ და სადღაც გავიდნენ რომ მე თვითონ იმესიჯონდათ რომ აი იქ როგორ აქვს მშობლებს აი პატრიოტული შემორჩათ რომ რაღაცა დაინახეს ქართული და მე ვიტყოდი უფრო მეტადაც აქვთ
აი გაღვივებული, უფრო მეტად მოზღვავებული აქვთ პატრიოტული ნოტა და ეს ლოგიკურიც არის და თავის შვილებში დებენ. მაისურებს არა მხოლოდ ჩვენ შოშიას ბრენდი მაისურები გვაქვს, ბავშვები ასეც ეკავენ და არა მხოლოდ ეს. და სოფლის მეტროშიც დადიან. დაბადების დღეებზეც რეპეტიციის შემდეგ თუ ეს ქართული წარწერა და ეს შოშია და რაღაც და მშობლებს უნდა მოვეფერო აქედან ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა ყოველ მათგანს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბავშვებსაც უნდათ და შეუყვარდათ უკვე რადგან იქ მოვიდნენ, მაგრამ იქამდე რომ მოსულიყვნენ, მშობლებმა ძალიან კარგი აგიტაცია ჩაუტარეს, აუწყისად მოდიოდნენ, როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს და თან ეს არის ერთგვარი შეკრება ქართველების. მივხვდით? რეპეტიციის დროს ეს ბავშვები ერთმანეთს ხვდებიან ქართულად, მეტყველებენ, საუბრობენ, მეგობრობენ. შენ ხო ქართულად ესაუბრე? რა თქმა უნდა, ყველა ბავშვმა იცოდა, იცის უკვე იდაყვი ფუსლი, ცერი, ხებში გაიშალე. აბა წავიდა. ასა იციან. აბა. ხო, მოკლედ არ ვიცი, მაგარი ხარ თიკო. თიკო მასწავლებელი, ბოდიში ბეთო, თიკო მასწავლებელი ყველანაირად კარგი გოგო არისო რაღაც, მაგრამ მარტო 8-მდე იცისო დათვლაო, ანუ. აი ეს 1-2-1. 1-2-3-4-5-7-8 და ისევ თავინა. ხო, უხსენ მე რა ძალიან საყვარელი ბავშვები არიან, კიკი, ყველამ რა თქმა უნდა იცის უკვე რატომაც, როგორც და მოკლედ თიკო მე ერთი რაღაცა მინდა შენ მშობლებს მიმართო, უბრალოდ შენ ბავშვების მშობლებს მინდა მიმართო, ეხლა ღიმილი და ხმურობა იქით იყოს, მაგრამ ახალსული სერიოზულობით გეუბნებით რა. ეს ქალბატონი, რომელიც მე ახალ გვერდით მისის, მართლა იმ საქმეს აკეთებს, რა საქმესაც თქვენ სხვანაირად ემსახურებით მათ და სხვა სამსახურებად და სხვა საქმეებს აკეთებთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აქ დარჩენილი ბევრისთვის ოჯახი, დედა, მშობელი, მამა, ავიცი ნათესავები ყველას ყავს აქ და ვიცი, რომ ძალიან გვერდში უდიახართ აქ დარჩენილ თქვენ ქვეყანას. ერთი იცოდეთ ძალიან კარგად და პირობა ბევრჯერ მომიცია და შემისულები ეს პირობა ქართული ემიგრანტებისთვის. არც არაფერზე არ ინერვულობ და არაფერს არ შეგეშინეთ. ჩვენ აქ დარჩენილები აქ როგორმე გავამაგრებთ ამ ქვეყანას. უბრალოდ თქვენ დროებით წასულებმა საქართველოსთან ჩემი შვილის თამადობით ხო ფახმალი არ დაყაროთ და არც კი შეიმჩნიოთ რომ ამ ქვეყანაში ისეთი გასაჭირია რომ მოულელია რა არ დაიჯეროთ ეს არასოდეს. ყველაფერი იმაზე გაცილებით უკეთესად არის და იქნება ვიდრე თქვენ და ჩვენ გგონიათ იცით რატომ ამ ქვეყანას ბევრი რაღაცისთვის გაუძლია. ბევრი იმპერია შემოგუგრევია ხელებში, მაგრამ საქართველოს დღესაც მყარად დგას, დღესაც მყარად ინარჩუნებს თავის სუვერენიტეტს. სხვა საქმეა იქ ოკუპირებული ტერიტორიებით, ომებით რაღაც ეს მუდმივი ცოცხალი რეჟიმი. უბრალოდ თქვენ იმის იმედი არ დაკარგოთ და სადაც ხართ, იქი ქართველები. ამ ქართველობაში ეს გოგონა აძლევთ ძალიან დიდ საშუალებას. ეს გოგონა ჩემს აზრით არის მოედანი. თქვენ კიდე შეგიძლიათ თქვენი შვილები შემოუშვათ და ამ მოედანზე ათამაშოთ. ასწავლოთ მარტო ის კი არ არის კაცო იქ ცეკვატამა შეიძლება მანდან არც ერთი არ გამოვიდეს არც მოცეკვავე და არც ქოროგაფერი მაგრამ ის რასაც შენ ამ ბავშვებს უნდა გავდა რაც წერან თქვი ქვეცნობიერად ხო ის გაღვივებული ქართული სული რომელიც ისევ აქ დაჭირდება თქვენ ქვეყანას ან აქედან აქ ან მანდედან აქ და ამიტომ მე მოგიწოდოთ რომ დაუჯერეთ ციკომასწავლებას მშობლებო და ბავშვებო დაუჯერეთ იმიტომ რომ ამ გოგონას გულით დააქვს საქართველოს და სტოკჰოლმშია თუ ჩოხატაუში არ აქვს მნიშვნელობა ყველა ვარიანტში მას ქართული გული აქვს და ქართულ საქმეს აკეთებს და ეს ჩემი საქმე და მოწოდება იქნებოდა შენი მშობლებისკენ ჩემოდი. გაიხარ ესეთი პატრიოტი ხარ და აი ესეთი არაჩვეულებრივი პატრიოტი ადამიანის გვერდით პატრიოტულ ნოტაზე საუბრობთ ჩვენ სტრატეგიაზე. ხო, დავით, აი რა გითხრე ხა მე ძალიან გული მწყდება რომ აი ესეთი ახალგაზრდა ხალხი მიდიხართ დროებით თქო აი მინდა რომ თამამად თქვა ეს აგარ როგორ მოდის რა იქნება ღმერთმა იცის. ყველას ჩვენი მისია გვაქვს ალბათ. კი, მაგრამ აი შენ რა გამოგდის იცი? სადაც არ უნდა იყო იქ აკეთე ქართული საქმე. აი ეს არის თავარი. ანტიქართულ საქმეს ნუ გააკეთებ კაცო და აქ ხალხს ნუ გვიგინებ და პატრიარქს ნუ გვიგინებ და იმას ნუ გვიგინებ რწმენას ნუ შეგვიგინებ ცოტა ქართული სახელის და გვარის ვიცი შეგონია რომელიც იქიდან აკაგინებს აი ეს არის ძალიან სულ გულზე მოსახვედრი და შენნაირებს შემოთიკო და თქვენნაირებს იმხელა რეკლამა არა აქვს რაც იმ ერთ-ორ ცალ ნაძილებას რომელიც ქართული სახელი და გვარი ქვია და ყველა აპიარებს მე ვთვლი რომ აი ვინ უნდა დაპირდეს და აი ვინ უნდა იჯდეს ეგრეთ წოდებულ დიდ ტელევიზიებში და დიდ შოუებში და ვინ უნდა აფრქვევდეს იმ სიყვარულს რომელიც აქედან წაიღე შენ რა ვიცი თავის დროზე
მადლობა. აღერდი ხალხისთვის, მაგრამ ეს ასე. მადლობა ასეთი გულწრფელობისთვის და ასეთი ემოციური გამოსვლისთვის. ხო, ეგ არ მეშობა, სხვათა შორის ემოციურ გამოსვლაზე გამახსენდა. მე ძვირფას ტელემაყურებელობა ყოველთვის თქვენ იცით და ამას ასე ვაკეთებ ხოლმე ქართულ ანსამბლთან მიმართებაში ხო საერთოდ, მაგრამ უცხოეთზე. მე მინდა შენი ბავშვებისთვის გაგატანო ჩემი ახალი წიგნი, ეს არის 3 რომანი, აქ არის ყველაფერი, აფხაზეთის ომის ისტორია, აქ არის სამაჩაბლოს ომის ისტორია და აქ არის ის სინამდვილე და ის ნამდვილი სახელი და გვარები იმ ბიჭებისა, რომლებიც შესაძლებელია ისეაც იციან, მაგრამ აქ არის მათთვის უცნობი ნამდვილი სახელი და გვარი. ძალიან მინდოდა ყოველთვის ხოდა გენაცვალე, ჩაიბარე, ჩუქნი და წაუღე იქ შენ ბავშვებს და ხშირ შემთხვევაში ხანდახან ყოველ შემთხვევაში როცა დრო გეკნევათ, პატარა დაწყვეტები ამოუკითხე ხოლმე. დიდი სიამოვნებით და იმიტომ ის სული რასულსაც ჩვენ მებრძოლ სულს ვეძახით. აუცილებლად ეს. დასასრულისკენ რას მეტყვი, ჩემოთიკო, აბა, ჩამომიყალიბე ხა შენს ქვეყანაზე, რას მეტყვი იმ პროცესზე, რომელიც შენ დატოვე 5 წლის წინ, როცა წახვედი და დაგხვდა ახლა, როცა ჩამოდიხარ ხოლმე მაშინ, რომ პირველად არ ჩამოსვლა. ქვეყნის ქვეყნის გამარჯვებას. საბედნიეროდ არ ვინგრევით, არ ვიშლებით, როგორც სხვა ისე ვცხოვრობთ, შეიძლება ცოტა ცუდად, შეიძლება ცოტა სხვაზე კარგად. მაგრამ ზოგადად რას ფიქრობთ ქართველები ემიგრაციაში? ქართველები იცით რა, ყოველთვის ჩვენი ტკივილი არის ტკივილიც, სიხარულიც, სიამაყეც, სიყვარულიც და საერთოდ ყველაფერი არის საქართველო ემიგრაციიდან კიდე ყველაფერი უფრო სენსიტიურია, უფრო მტკივნეულია, უფრო ტკბილიც და მართლა ყველაფერი ძალიან სენსიტიურია. ყველა მოვლენა ჩვენზე ძალიან მოქმედებს, შეიძლება გვინდა ვიყოთ ჩართულები რაღაც პროცესებში და ვერ ვართ უნდა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, მაგრამ ეს არ არის ხოლმე შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ როგორც შეგვიძლია ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, უკეთესი მომავლისთვის, რაც საჭირო იქნება, ყოველთვის იმას გავაკეთებთ. და ყველამ ჩვენი მართლა თითო აგური უნდა დავდოთ მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერთიანობისთვის. რა შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა უმნიშვნელოვანესია. ნამდვილად რა არ მინდა პოლიტიკური მეშკადამაზარი. გისმენ და ბევრი პარლამენტარი ვითომ რო ლაპარაკობს, აი იმაზე დაწყობილად რო საუბრობ, როგორ მიხარია, ცირო ესეთია. ამას სამი სიტყვა ქვია, მამული ენა და სარწმუნოება ქვია, რასაც შენ ესე დიპლომატიურად ეხა გამოსცემ ჩემოთიკო და შევინარჩუნოთ ნამდვილად ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ერთიანობა და მშვიდობა უმნიშვნელოვანესია ნამდვილად და უნდა გავამახვილო მშვიდობაზე რა არ შემიძლია არ გავამახვილო მშვიდობაზე ყურადღება, იმიტომ რომ როგორ ვესალმებით ხო დილა მშვიდობის, საღამო მშვიდობის, შუადღე მშვიდობის, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის მშვიდობა ჩვენს ისტორიაში და ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყოველთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო და მოდით შევინარჩუნოთ მართლა გვერდით დაუდგეთ ერთმანეთს, შევიყვაროთ უფრო მეტად ჩვენი ქვეყანაც ერთმანეთით და აი ამ რეალობაში შევქმნათ მართლა ის აწმყოში შევქმნათ და განვაპირობოთ ის მომავალი, რაც მერე უკვე საამაყო იქნება ყოველთვის. აი სიამოვნებით უსმენ ახლა თიკოს საუბარს და მეამახება რომ ამდენი წელია გიცნობ და მეამახება რომ კიდევ უფრო მეტად რა თქმა უნდა რომ ემსახურები ძალიან ტყუილად არ მithქოს მე კულტურის ელჩი თქო იმაში რა ქვია საზღვარგარეთ. აი ზუსტად ასეთი კულტურის ელჩები არიან რომლებიც იმ საქმეს ასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ სხვანაირად ზოგი კამი, ზოგი მიკროფონი, ზოგი იარაღი, ზოგი ჩხუბი, ზოგი რა უშო ეს ადამიანი აკეთებს იქამ თავის საქმეს და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი შენ ჩემოთიკო, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან შენ მაინც აქ დაბრუნდები, შენი ფესვები აქ არის მერტყმად დაგაბრუნოს სავსე, ჯანმრთელი, რაც თავარია, ყველაზე მთავარი ეს არის და მარტო ხა არ მინდა სადღეღამო ჩვენ წავიდე, მაგრამ გამარჯობა კი არა, ყველა ქართული სუფრა იწყება მშვიდობის სადღეღამოთი და აი ასეთ საქართველოს როცა გვაქვს მშვიდობა, მაშინ გვაქვს ყველაფრის კეთილი. და მაშინ გვიხარია ის ცეკვაც, სიმღერაც, შენობაც, ყველაფერი მაშინ გვიხარია. და ხელოვნებაც მე უკვე უზენაეს იმაში არის ხო? დიახ.
ამიტომ მე გისურვებ მაგას რომ მშვიდობის გარეშე ფასი არაფერს არ აქვს მოკლედ არაფერს არ აქვს თორე არც ის გვესწავლება ხა არც მე და არც ტიკოს ესწავლება წეგან 2008 წელი ვახსენეთ და მივახსენეთ რომ რუსეთი რო ოკუპანტია და თურქეთი რო არავის არაფერი არ ვიცით თქვენზე კარგად ვიცით ბევრზე შესაძლებელია საქართველოს ისტორია მაგრამ ჩვენი ისტორია კი არ იწყება მაგალითად სიტყვა პირობითად ვამბობ 2003 წლიდან ან 2012 წლიდან ჩვენი ისტორია იწყება აი ძალიან ბევრი 1000 წლიური იქიდან და ჩვენ ეს ისტორია იქიდან ვიცით და არა აქედან ამიტომ მადლობა შენ ჩემოთიკო რომ ამ სულისკვეთებით იმ ბავშვებს რო ჩაყალე ხროდის მიდიხარ სპორტშორის ნუ მალე ყოე ხო მალე ჩაუტანე ჩვენი სიყვარული ჩაუტანე ჩვენი მოფერება და ჩაუტანე ჩვენი იმედი იმ ადამიანებს და სამი სიტყვა ახსოვდეთ სულ პირველად მამული ენა და სარწმუნოება 100-ია თუ ისია ჩვენ ამას აქ ყველა ვარიანტში დავიცავთ თქვენ იქ დაიცავთ და ვიცით ხო გააგრძელეთ უბრალოდ ხო თქვენი ცეკვით თქვენი ავიცი მე შევამჩნიე ახლა რამდენიმე ცეკვაში არ მეცნო ცეკვის ახლა ასეთ ვისი ჩამოვიყალიბ და რაღაცა ხედვებით ცეკვის ელემენტებში რაღაცა უცხო ისინი შევამჩნიე და შენი ის ხო არ არის კი არის რაღაცები ჩემი აუცილებლად უნდა აღიქვას ეს რომ ძალიან დაკვირვებული თვალი რა შენი ელემენტებია შეტანილი ხო კი არის და ამითაც ვიწონებ თავს ასე რომ თქვა და ბავშვებმაც იციან ყოველთვის ნუ რაღაც არის კლასიკა რაღაც არის ხელშეუხებელი და ამას არ უნდა შევეხოთ არც უხეშად და არც ისე და არის რაღაცები და შეგვიძლია ჩვენი ინდივიდუალიზმი გავაქსოვოთ რაღაცა სიახლე შევიტანოთ ოღონდ რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო მომხდა თვალში ხა ის უცხო მოძრაობები და უცხო რაღაც ამბები ბავშვებია მე ყოველთვის გავარ ჩემს მოსწავლეებთან ერთად და ცეკვავ ჩვეულებრივად მათთან ერთად ეს შენ ხარო ცეკვავ მე ბავშვი მეგონა ვიღაცა მოსწავლესთან ერთად ცეკვავ აი ხა დავაკვირდი თურმე შენ ყოფილი ხარ ხა კადრები გადი ჩვენი საუბრის ფონზე და შენ ყოფილი ხარ მე ვარ ნამდვილად ნუ როგორი ნარჩუნებ ესეთ ახალგაზრდობას მაგას არ კითხავ ეთქვა ეს შიქრე სტოკჰოლმში რაღაცა იპოვე ესეთი მაგრამ არა თათ ესეც არ არის მე თავი და რითი დავიწყე რაც იყავი 2008-ში იგივე ხარ ახლა თქო და მიიღე ჩვენი კომპლიმენტი აქედან მადლობა, გაიხარეთ, მე გულს მიხარეთ, ვიდეოდ ესეთი პოზიტიური და ესეთი ტკბილი და თბილი დამოკიდებულება, როგორ ეფერები ემიგრანტებს, როგორ აფასებ ემიგრანტი ადამიანების შრომას, ღვაწლს და იმ ყველა ნაბიჯს, როგორ სწორად და ლამაზად აფასებ, რაც რეალურად ხდება. მადლობა შენო. მოკლედ შემოთიკო, აი ესე მალე მირბის ხოლმე ეს დრო და დრო-დროზე ჩხარა მიქრისო ზუსტად ჩემ გადაცემაზე ეგნათქვამი და ეხლა ჩვენი მემონტაჟები ვარ გავიბრაზდნენ, ამიტომ მე სამწუხაროდ ის როგორც ყველაფერს დასასრული ამას გადაცემასაც აქვს, თორემ დინამდე ვისაუბრული, იმდენი გასახსენებელი გვაქვს, იმდენი კურიოზებით შეიძლება და ყოფილიყო მოსაყვანი, მაგრამ პირობა მომეცი რომ ადრე თუ გვიან არ ვიცი სად გინდა თბილისში გინდა ჩოხატაურს გადავეკიდა ჩოხატაურს სადღაც დერბისის სადღაც მიყარხარ ჩოხატაურს სადაც არ იქნება ხო დედამიწის რომელწეთიშიც კიდე შევხედოთ კიდე გვესაუბროს კიდე მიგვეცეს ხალხისთვის ის რაც ბოლოს კი არასოდეს არ ყურება და ეს ახლა ბესო დიდი სიამოვნებით მოგიწევთ შემდეგ სოლო კონცერტზე რომ იყო ჩვენი წამყვანი თუ აქ იქნება საქართველოში ხო მაგარი თუ არა და სტოკჰოლმში ნამდვილად მიგიწევთ და შენზე მეტად ვინ გააღვიძებს და ვინ გააღვივებს ქართული მადლობა და მიმსახურეთ მართლა ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია აი ამ წიგნში მოცემული იმ ბავშვების და იმ ჩემი თანატოლების მაშინ 17 წლის ბიჭების და 18 წლის ბიჭების ბრძოლის მიზანი, რა მიზანიც მაშინ იყო ჩვენი ხელში იარაღის აღების საბაბი. ის რომ წლების მერე შენ გეცეკვა, შენ ბავშვებისთვის გესწავლებინა, შენ ყოფილიყო მშვიდობიან საქართველოში. მიუხედავად რომ არ ქონოდა ის პერიოდი რომ წასულიყავი საქართველოსთან, თუმცა ეს გლობალური პრობლემების ვალია და არა რაღაც კონკრეტული. იქ ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს. იქ შენ გააკეთე ის, რაც მე ყველაზე მეტად მიხარი. ქართული საქმის პოლიგონი. მე მოგნანახი ბესო შენი ფოტოები იარაღით ომში როდესაც იყავი და არ მგონია ვინმე აი ეს სიამაყის გარეშე ნახოს აქ ფოტოები, როგორ პატარა ასაკში, როგორ წინ გაქვს წამოწეული ეს პატრიოტული ნოტა და დღემდე მართლა გმირულად დგახარ შენს მემსახურებით საქართველოს ისას როგორც სადარაჯოზე
ამიტომ ეს წიგნი მიუტანები ბავშვებს წააკითხე და მოუხდები რომ საქართველოში არსებობენ ვიზიები რომლებიც თქვენს გასაკეთებელს იქ აუცილებლად გააკეთებენ და თქვენი გასაკეთებელი მანდ გააკეთებთ ჩემო ბავშვებო. და ყველა მაგრად ვიდგეთ ჩვენს საფეხურზე, ჩვენს სადარაჯოზე და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა თიკო სტუმრობისთვის, რომ მოახერხე და შეძელი ხა მე ვიცი რომ მართლა რამდენიმე პატარა პერიოდით ხარ ჩამოსული საქართველოში, უამრავი საქმე და გადარბენები და გადმოგვენები და დიდი მადლობა რომ მოახერხე. აი ამდენი წლის მერე ისევ შევხვდით 2008 წელი ხა 2025 გადავთვალე 17 წელიწადში როგორ შეიძლება რაღაცები მოხდეს, მაგრამ ხდება თურმე კიდევ ერთხელ ჩემი კომპლიმენტები შენ და რა ვიცი ეს იყო და ეს თქვენ კი მადლობა თიკო თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო ისევ იმ იმედით მინდა დაგეშვიდებოთ რა იმედითაც ყოველთვის ვიწყებ ხოლმე ჩემს გადაცემებს ნებისმიერ ეთერში თუ ნებისმიერ არსზე მაგრამ ვინედან და რადგანაც მე ახლა იქ ვარ სადაც როგორც ერთ რუსულ ფილმებში ამბობენ მინინაში ხო ვერტამ გასინც ია დირექტორ და ამიტომ ძალიან თამამად მინდა მოგეფერო და ძალიან თამამად გითხრათ რომ ყველაფერი იმაზე კარგად არის ვიდრე ეს ჩვენს წერს უნდა ომის წაგებას არ ნიშნავს კონკრეტული ბრძოლის წაგება ბრძოლა კი არა ომი გრძელდება აი ამ ფრონტზე სადაც თიკვამს იმ ფრონტზე რასაც ახლა ჩვენ მე და თქვენ ერთად ვაკეთებთ ეს ბრძოლა ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის მოედანზე აგრძელებს ამ ბრძოლას თიკო შოშიაშვილი საცეკვაო სცენაზე აგრძელებს ამ ბრძოლას მე იმ სცენაზე ვაგრძელებ სადაც თქვენ ყოველთვის მხედავთ ძალოსნები ტატამზე და ასე შემდეგ ეს არის ის ბრძოლა რასაც ზუსტად შეუძლია მოგიტანოს გამარჯვება გამარჯვება რომ მოგიშალოთ მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინძე ვარ ეს კიდე ტელეკომპანია ვასრულებია ნახვამდის მომავალ შეხვედრას